ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში ორი შესწორება შედის საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარებისა და საქართველოში მოქმედი რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების შესახებ. ორივე შესწორება, რომელთა ინიციატორი მეგობარი აქტის პროექტის თანაავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, წარმომადგენელთა პალატის შეერაღებული ძალების კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. პროცესის ფონია თბილისსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მცდელობები 2024 წელს დასრულებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების აღდგენაზე და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს კონგრესში გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ქცევა უნდა შეცვალოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა უკვე მიმდინარეობს და მისი წარმატება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ძირეულ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული. შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წევრები აცხადებენ, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა რეალური ინტერესებსა და პრაქტიკულ შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ოპოზიცია ამბობს, რომ ვაშინგტონის გზავნილი მკაფიოა და ქართული ოცნებისგან დემოკრატიული პროცესების აღდგენის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და დასავლელი პარტნიორების ნდობის აღდგენისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. ივანიშვილი ახლა ტრამპს ეუბნება, ან სანქცია მომეხსნება, რომელიც შენმა სახელმწიფომ დამადო, ან მთელი საქართველო მისი ხალხი ამერიკის მეგობარი ვერ იქნება, ამბობენ ოპოზიციაში, სადაც დარწმუნებული არიან, რომ ოცნების საპატიო თავმჯდომარე შტატების სანქციები არ მოეხსნება, პირიქით სანქციები გავრცელდება სხვებზეც. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში სან-ფრანცისკოს მერთან გამართული შეხვედრა შეაფასა და საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტუმრობა ადასტურებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეინიშნება. ევროკავშირი მომავალ კვირას 11 ივნისს ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტი რიკარდი ოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, წერს ის. მისივე ინფორმაციით ევროკომისია დეკემბერში წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს ვიზების შესახებ, იანვარში კი წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ სჭირდება 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, ანუ კონსენსუსი და გადაწყვეტილება კოალიციურმა უმრავლესობამ, ანუ დაახლოებით ნახევარზე ოდნავ მეტმა ქვეყანამ შეიძლება მიიღოს. თბილისი ამას უსამართლოს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა ეგზისტენციალური საკითხი არ არის. პარალელურად ევროკავშირი მუშაობს უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე საქართველოს მეზობელი სომხეთისთვის. უნგრეთის მთავრობა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებისთვის პარასკევიდან სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს. ინფორმაციას აგენტო როიტერსი ავრცელებს მთავრობის პრეს-სპიკერის მიერ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადების საფუძველზე. უნგრეთის მთავრობის პრეს-სპიკერის ვანდა შონდის თქმით, ეს პირველი ნაბიჯია ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შედინების გრძელვადიანი რეგულაციისკენ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია ტისა ასახელებს იმას, რომ უცხოელი მუშახელის დასაქმება ამცირებს ადგილობრივთა ხელფასებს. ევროსტატის მონაცემებით უნგრეთი წელიწადში საშუალოდ 1200-დან 1800-მდე ახალ პირველად ნებართვას გასცემდა საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ დასაქმების მიზნით. საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა პრაგმატიკოსებისგან შედგება. ისინი ადასტურებენ თავიანთ კურსს ევროკავშირისკენ, მაგრამ ამავდროულად ესმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას მოუწევს უარი თქვას იყოს ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის მტკიცებით, ნებისმიერი აგრარული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს გაფართოების მეორე ან მესამე ტალღის დროს შეუერთდა, საკუთარ სოფლის მეურნეობას კარგავდა, რადგან ევროკავშირში არსებობენ წამყვანი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საკუთარი სოფლის მეურნეობა, საკუთარი ინტერესები და ჰყავთ საკუთარი ფერმერები. არ მოგვისმენია და არ გვაინტერესებს, ასე პასუხობენ ქართულ ოცნებაში მოსკოვიდან მიღებული ახალი ქების შესახებ დასმულ შეკითხვებს. მმართველი პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ მათ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ შეაფასა მათი საგარეო პოლიტიკა პრაგმატულად. ჩინეთმა და ირანმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს რეზოლუციას აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების შესახებ. მათ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაეროს გენერალურმა ანსამბლემ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და სოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთი საქართველოს იძულებით გადაადგილება
განხორციელებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. უწყების ცნობით რეზოლუციას 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა 8 დაფიქსირდა. საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს. როგორც სასამართლო პროცესზე დღეს გაერკვა აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს. საპროცესო შეთანხმება უფორმდება შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურცკაიას. მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაოდ გახადეს. დანარჩენმა პირებმა დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და 4 ოქტომბერს საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. 8 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. რუსთავში არასრულწლოვანმა მამაკაცი მოკლა, გარდაცვლილი შუახნის კაცია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არასრულწლოვანი დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, მოკლული საქართველოში აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. რუსთავში ბინა ჰქონდა ნაქირავები და სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა, მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში. სწორედ სოფელ ნაზარლოში გაიცნო მან 15 წლის ბიჭი და ადგილობრივების თქმით მას გასამრჩევლო სანაცვლოდ დასაქმება შესთავაზა. დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი ყვება, რომ სოფელ ქესალოში სამუშაოების დასრულების შემდეგ 50 წლის კაცმა მოსწავლეს რუსთავში მის სახლში სასადილო წასვლა შესთავაზა, რის შემდეგაც სახლში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ ბიჭი თავს იცავდა. პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიებით გინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გრძელდება, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა ღია წერილით, რომელშიც მოუწოდებს შეწყვიტოს ომი და დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები. ზელენსკი გამოდის წინადადებით შეხვედრა გაიმართოს პირდაპირი ფორმით ნეიტრალურ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. არ შეგეშინდეთ ომიდან გასვლის, ესაა მთავარი, რაც ახლა თქვენგან საჭიროა, წერს ზელენსკი. წერილში იგი ომზე პასუხისმგებლობას აკისრებს პირადად პუტინს და აცხადებს, რომ კონფლიქტი იყო მისი შეგნებული არჩევანი, რასაც უნდა ამბობდეთ ნატოზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი არის თქვენი პირადი არჩევანი. ომი რეალური მიზეზის გარეშე, წერს უკრაინის პრეზიდენტი. ის ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოება სულ უფრო მეტად იღლება ომის შედეგებით. ზელენსკის თქმით, რუსეთის ხალხს არ მოსწონს ბენზინის დეფიციტი და ფასების მუდმივი ზრდა. ასევე არ მოსწონს, რომ თქვენს ომს ბოლო არ უჩანს. უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ფრონტზე. გუშინ ჩავიბარე ანგარიში ფრონტზე თქვენი არმიის დანაკარგების შესახებ უკრაინაში მაისის თვეში. ის კვლავ აჭარბებს 30,000 მოკლულ და მძიმე დაჭრილ რუსს, ამბობს ის. ზელენსკი ამბობს, რომ შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს შვეიცარიაში, თურქეთში ან რომელიმე არაბულ სახელმწიფოში. პირველი ნაბიჯის სახით ზელენსკი გამოდის წინადადებით მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ცეცხლის სრულად შეწყდეს, ჩატარდეს პატიმრების გაცვლა ფორმატით ყველაზე და დაბრუნდნენ ის სამოქალაქო პირები და ბავშვები, რომლებიც ომის მიმდინარეობისას იქნენ გაყვანილი. საკმარისია ომი, უკრაინა გთავაზობთ ამ ომის დასრულებას. საჭიროა ეს გაკეთდეს კეთილსინდისიერად, ღირსეულად და გარანტიით, რომ აღარ იქნება ომის ახალი გაჩაღება, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მიმართვის ბოლო ნაწილში ის გამოდის გაფრთხილებით, რომ მოლაპარაკებაზე უარის შემთხვევაში უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობას მოკავშირეთა დახმარებით. თუკი თქვენ პირადად არ გაიზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ ომის დასრულების დროა უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის, ნათქვამია წერილში. რუსეთის პრეზიდენტი უკრაინელი კოლეგის ღია წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ ის უხეშობის ელემენტებს შეიცავს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება,
ვფიქრობ, რომ ეს მეორეა, განაცხადა პუტინმა. უკრაინამ ტყვეების გაცვლის ფარგლებში რუსეთის ტყვეებიდან კიდევ 186 მოქალაქე დააბრუნა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. დღეს კიდევ 185 უკრაინელი დამცველი რუსეთის ტყვეებიდან სამშობლოში ბრუნდება, დამცველებთან ერთად შინ ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც ბრუნდება. ისინი უკრაინის შეერაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები არიან, რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. ისინი იცავდნენ ჩვენს ქვეყანას მარიუპოლსა და აზოვსტალში, ასევე დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და კურსკის მიმართულებით, დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კიევის ოლქში, მსხვერპლიდან გრევა მოჰყვა რუსეთის მორიგ საჰაერო შეტევას. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების ცნობებით, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, სადაც რუსული დრონები დარტყმა იყო ბავშვთა კვების პროდუქტების საწარმოზე. დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა პავლოგრადის რაიონში, სადაც დაზიანებულია კერძო სახლები და საწარმო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონების შეტევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაშავდა სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში. დამწვარია 1 კერძო სახლი, კიდევ რამდენიმე დაზიანებულია. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინას შეუტია 2 მართვადი საავიაციო რაკეტით და 216 უპილოტო საფრენი აპარატით. რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტის რაიონში ეგრეთ წოდებული საზღვაო დრონი აფეთქდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით არავინ დაშავებულა. სამინისტროს თანახმად აფეთქებული აპარატი იმ ტიპისაა, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს შერჯერობით არ უთქვამს ომის მონაწილე რომელ მხარეს შეიძლება ეკუთვნოდეს ეს აპარატი. რაიონი, სადაც ეგრეთ წოდებული საზღვაო დრონი აღმოაჩინეს, თავდაცვის სამინისტროს და სანაპირო დაცვის სამსახურის ძალებმა გადაკეტეს. პორტიდან ევაკუაცია განხორციელდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა შესაძლოა დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. თავად სომხეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ გადავწყვეტთ, თუ ცხოველი აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვქნათ, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკა კვლავ გახდეს ჩვენი გარანტორი, აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთმა უდეკაბეში მონაწილეობა 2024 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის კონტროლს დაუბრუნა ყარაბაღი. ამერიკული ტელეკომპანია CNN კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ირანთან ომისას ისრაელმა ფარულად განალაგა ელიტური სამხედრო და სადაზვერვო დანაყოფები აზერბაიჯანში. CNN-ის წყაროების ცნობით 5 მარტს აზერბაიჯანის ანკლავ ნახიჩევანის აეროპორტზე შეტევას 1 დღით უსწრებდა ისრაელის ძალების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მკვლელობა. ოფიციალური ბაქო ინფორმაციას ისრაელური ძალებისთვის თავისუფლად ოპერირების სივრცის მიცემაზე კატეგორიულად უარყოფს.